ბათუმს ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-4 საუკუნეში არისტოტელე მოიხსენიებს. თუმცა თანამედროვე ქალაქის ისტორია ნავთის ქალაქიდან იწყება. მათ ერთად განვლეს პროგრესისა და განვითარების ხანგრძლივი და ძნელი გზა. ბათუმის ნავთობტერმინალის ძირითად უპირატესობას ნავთობპროდუქტების შენახვისა და გადაზიდვის მოქნილი სისტემა წარმოადგენს. ტერმინალს შეუძლია ერთდროულად შეინახოს და გადაზიდოს 22 სახეობის ნავთი და ნავთობპროდუქტი. ბათუმის ნავთობტერმინალი შავი ზღვის ნაპირასაა განლაგებული. იგი ქალაქის ქსოვილის ორგანულ ნაწილს წარმოადგენს. სწორედ აქედან მიეწოდება მსოფლიოს ყაზახეთის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის და სხვა ნავთობმომპოვებელი ქვეყნების გაზი და ნავთობპროდუქტები. ბათუმის ნავთობტერმინალის ისტორია მე-19 საუკუნიდან იღებს სათავეს და მჭიდროდაა დაკავშირებული კასპიის ნავთობ ინდუსტრიის განვითარების ისტორიულ ეტაპებთან. 1893 წელს ძმები ნობელების ამხანაგობამ ქალაქ ბათუმში თავისი პირველი ნავთობის რეზერვუარები ააგო. აქედან იღებს სათავეს ბათუმის თანამედროვე ნავთობტერმინალი. ამ დროისთვის თბილისში ნავთის ტრანსპორტირება ამერიკის შეერთებული შტატებიდან უფრო იაფი ღირდა, ვიდრე ბაქოდან, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი თბილისზე 20 ჯერ შორსაა. სიტუაცია 1893 წლიდან იცვლება, როცა ნობელის ნავთის რეზერვუარების პარალელურად ბარონმა ალფონს როტშილდმა ბაქოდან ბათუმის პორტამდე რკინიგზის მშენებლობა დააფინანსა. 1893 წლის 23 მაისს ბათუმის პორტში პირველი ორთქმავალი შემოვიდა. ბაქო-ბათუმის ახალმა რკინიგზამ ბათუმი მომენტალურად გადააქცია ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნავთობგადამზიდ პორტად. ამ დროისათვის მსოფლიო ნავთობის 26% ბათუმის პორტიდან გადის. ორმოციოდე წლის წინ კი ბათუმი ერთი პატარა სოფელი იყო. წელს ალექსანდრე დიუმამ ხატვარ მოანესთან ერთად კავკასიაში მოგზაურა. დილით დიუმას გემი ბათუმის პორტს მიადგა. გემი საქართველოს სხვა პორტიდან, ფოთიდან გამოვიდა. დიუმა კაიუტიდან გამოვიდა და გულდასმით მოაგო თვალის სანაპიროს. დილის ბინბუნში მოანემ ჩაიხატა სოფელი ბათუმი. წლის 5 იანვარს მარკუს სამუელმა, კომპანია შელის დამაარსებელმა, მიიღო ოფიციალური დასტური სუეცის არხის გავლით გაეტანა ნავთობი შორეულ აღმოსავლეთში. აქამდე ნავთს თუნუქის კასრებში ასხამდნენ, გემზე ტვირთავდნენ და ასე გახქონდათ შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებში. 1892 წლის 22 ივლისს ნავთობმზიდი ტანკერი მიურექსი ტოვებს ინგლისის პორტ ვესტ ჰატლპულს და ბათუმისკენ მოემართება. ბათუმის ნავთობტერმინალში ტანკერი ძმები ნობელების ამხანაგობის წარმოების ნავთობით იტვირთება და ბათუმის პორტიდან 1892 წლის 22 აგვისტოს სამყაროში პირველად
ნავთობმზიდი ტანკერი სუეცის არხის გავლით სინგაპურისკენ მიემართება, სადაც ნავთობი კომპანია შელის ტერმინალში ჩატვირთა. ტანკერ მიურექსის მიერ განხორციელებულმა პირველმა რეისმა რევოლუცია მოახდინა ნავთობის ტრანსპორტირების სფეროში. 1892 წელს მიურექსი ერთადერთი ტანკერი იყო, რომელიც სუეცის წყლებში კურსირებდა. 1893 წელს ძმები ნობელების ამხანაგობამ ქალაქ ბათუმში ნავთობის პირველი ტერმინალი ააგო. იმავე 1893 წლის 1 ივლისს რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე მეორე ბათუმის მენავთობეთა და ვაჭრობის წესდებას გამოსცემს. სწორედ ეს თარიღი ითვლება ბათუმის ნავთობ ტერმინალის დაბადების დღედ. (1886 წელს როტშილდმა დააარსა თავისი ცნობილი კასპიისა და შავი ზღვის მენავთობეთა საზოგადოება. როტშილდმა ბათუმის ტერმინალის არსებულ ტერიტორიაზე რამდენიმე რეზერვუარი ააგო და სავაჭრო დაწესებულებები შექმნა. ეს რეზერვუარი ნავთობტერმინალის ხნისაა და 130 წლისაა. თანამედროვე შედუღებული რეზერვუარებიდან განსხვავებით, იგი მოქნულებითაა შეერთებული. ასევე შემონახულია იმდროინდელი საკვალთე. სხვადასხვა მუშა მდგომარეობაშია. კომპანია ნობელი დაამხანაგობა 1905 წელს აფინანსებს ბაქო-ბათუმის 833 კილომეტრიანი მილსადენი მშენებლობას. ნავთობის ტრანსპორტირების მასშტაბები კიდევ უფრო იზრდება. (1901 წლის დეკემბრის ბოლოს როტშილდის ქარხანაში მუშაობას იწყებს სტალინი. რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თბილისის კომიტეტმა სტალინი ქარხნის მუშათა შორის რევოლუციური პროპაგანდისთვის ბათუმში გამოაცხადა. მეორე დღესვე ქარხანაში ხანძარი ჩნდება. ქარხნის დირექტორმა ფონ შტეინმა რაღაც იეჭვა და ხელფასების გაცემაზე უარი თქვა. სტალინის ინიციატივით მუშები გაიფიცნა. მუშებმა ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობის ანაზღაურების გარდა კვირის დასვენების დღედ გამოცხადებაც მოითხოვეს, რომელიც სხვათა შორის 1897 წელს კანონად იქცა. ამგვარად, სწორედ აქ ბათუმში, როტშილდისა და ნობელების ქარხნის მუშათა გაფიცვით შედგა მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი რევოლუციური გამოსვლა. რუსეთის იმპერიაში პროლეტარიატის რევოლუცია იწყებოდა. რევოლუციამდე ბათუმში დაახლოებით 35 ნავთობ კომპანია მოქმედებდა. კერძო კომპანიები რევოლუციის შედეგად გაქრა. მსოფლიო რუკაზე კი ახალი ნავთობმწარმოებელი ქალაქი ჩნდება. საბჭოთა ხელისუფლება 1926 წელს ბათუმში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას იწყებს. ნავთის ქალაქი ახალ მასშტაბებს იძენს. მეორე მსოფლიო ომის დროს ბათუმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა და ნავთობტერმინალი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. ბათუმი კავკასიის ფრონტის საწვავით მომარაგების სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმწოდებელი გახდა. მან დიდი წვლილი შეიტანა ფაშიზმზე გამარჯვების საქმეში. ბევრმა მუშამ მოიხადა თავისი ვალი სამშობლოს წინაშე. ომიდან დაბრუნების შემდეგ მათ მუშაობა განაგრძეს მშობლიურ საწარმოში. აგით მამა ჩემი ევსეევიჩი ომიდან რომ დაბრუნდა დაიწყო მუშაობა ახრანაში
მიიღო პავიშენია და მის ცხოვრებაში მუშაობდა ოპერატორად. მაშინ ვიყავი 16 წლისა. მუშაობდი ყველა ცეხებს, აგერ ვარნი. აგერ მე ნალევზე ვამზადებთ ბაგრუსკა გემზე. სტაჟი მაქვს 52 წელიწადი. მამა ჩემი მუშაობდა, ორი ძაი მუშაობდი მგლავნებში. ახლა მუშაობს ჩემი შვილი. ბიჭი. შვენის დინასტია 70 წელია მეტი კიდევ, რაც ამ ტერმინალში მუშაობს და ემსახურება ტერმინალს. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით ქალაქ ბათუმის ნავთობ ტერმინალის პირველი საამქროს ესტაკადაზე, სადაც ხდება დიზელის ჩამოსხვა, გადანაწილება და შენახვა. ბაბუადან დაწყებული ჩემი წინაპრები ყველა აქ მუშაობდნენ და დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩემმა შვილმაც გააგრძელოს ეს ტრადიცია. აგი მაშინ კორესპონდენტი მევიდა, მაშინისტად რომ მუშაობდი, 73 წელი 3 მარტი. 2008 წლის თებერვლიდან ბათუმის ტერმინალს ყაზტრანსოილი ექსკლუზიურად მართავს. იგი წარმოადგენს ყაზახეთის რესპუბლიკის ნაციონალური კომპანიის ყაზმუნაიგაზის შვილობილ კომპანიას. ტერმინალი სააქციო კომპანია ბათუმი ინდუსტრიალ ჰოლდინგ ლიმიტედის შემადგენლობაში შედის, რომელიც ასევე ფლობს ბათუმის საზღვაო პორტის ექსკლუზიური მართვის უფლებას. მას შემდეგ, რაც ბათუმის ნავთობ ტერმინალი სააქციო საზოგადოება ყაზტრანსოილის საკუთრება გახდა, ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის სრულყოფისთვის, შრომის დაცვის ამოცანების გადასაჭრელად, საწარმოო და ეკოლოგიური უსაფრთხოების და თანამედროვე მართვის სტანდარტების დასანერგად მიმართული ღონისძიებები კიდევ უფრო მასშტაბური და მიზნობრივი გახდა. დღეს ბათუმის ნავთობ ტერმინალის ძირითადი ტერიტორია 85 ჰექტარს მოიცავს. საწარმოო სიმძლავრეები შედგება 142 ფოლადის რეზერვუარის, 7 სარკინიგზო ესტაკადის, 6 გადამქაჩი სადგურის, 4 ნავთობჩამომსხმელი ნავმისადგომის, რომელიც ტექნოლოგიური ქსელითაა მიერთებული მილსადენებთან და უზრუნველყოფენ ნავთობის ჩასხმისა და გადაზიდვის ტექნოლოგიური პროცესების ჩატარებას ერთდროულად 194 ვაგონ ცისტერნაში. ბათუმის ნავთობ ტერმინალში არსებობს ქვეყანაში ერთადერთი ტერმინალი, რომელიც თხევადი ნახშირწყალბადის, გაზის შენახვას, ჩასხმასა და გადაზიდვას უზრუნველყოფს. ნავთობჩამომსხმელი ნავმისადგომები აკმაყოფილებენ თანამედროვე ტექნოლოგიების მოთხოვნებს და უზრუნველყოფენ ტანკერებში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების უსაფრთხო ჩატვირთვას. ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ყველა ძირითადი და დამხმარე ტექნოლოგიური პროცესის ეფექტურ მართვას ხელს უწყობს 2009 წლიდან დანერგილი ხარისხის მენეჯმენტის ინტეგრირებული სისტემა, გარემოს და შრომის დაცვის და საწარმოო უსაფრთხოების, რომელიც პასუხობს ISO 9001-2008, ISO 14001-2004 და OSHAS 1801-2007 საერთაშორისო სტანდარტებს. 2012 წელს საწარმომ ახალი აღიარება მოიპოვა. იგი აკმაყოფილებს ISO 29001 საერთაშორისო სტანდარტს, რომელიც განსაზღვრავს ნავთობქიმიის და ბუნებრივი აირის მრეწველობის მენეჯმენტის ხარისხს.
ISO 17025-ით აკრედიტებული და თანამედროვე ხელსაწყოებით აღჭურვილი ნავთობისა და გაზის საცდელი ლაბორატორია ყოველდღიურად აწარმოებს ნავთობისა და ნავთობპროდუქტებისა და გაზის ხარისხის ანალიზს და კონტროლს. ISO 17025-ით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აკრედიტებული ლაბორატორია ახორციელებს საწარმოს მთელ ტერიტორიაზე განლაგებული თერმომეტრების, მანომეტრების, მანოვაკუუმეტრების, თერმოგიდრომეტრების კალიბრირებას. ავტონომიური ენერგეტიკის კომპლექსი უზრუნველყოფს უწყვეტ ენერგომომარაგებას და ორთქლის მიწოდებას. საქვაბე, რომელიც ბუნებრივ გაზზე მუშაობს, ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. ტერმინალი უზრუნველყოფილია აუცილებელი ტექნიკური საშუალებებით და წყლისა და ქაფის ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით. ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის კვალიფიციური და გადამზადებული პერსონალი სადღეღამისო მორიგეობის რეჟიმში მუშაობს და შესწევს უნარი საჭიროების შემთხვევაში ყისიერი რეაგირება მოახდინოს. ეკოლოგიური მონიტორინგის ლაბორატორია უწყვეტ რეჟიმში აკონტროლებს ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ეკოლოგიურ მდგომარეობას. თანამედროვე აღჭურვილობა და დანადგარები მთლიანად ავტომატიზებულია და გარანტირებულად უზრუნველყოფენ სანიტარულ ჰიგიენურ მოთხოვნებს საწარმოს საზღვრებთან არსებულ მოსახლეობასა და სარეკრეაციო ზონებში. ტერმინალის ხედი დიდი ხანია ჩვეულ გარემოდ იქცა ქალაქის მოსახლეობისა და სტუმრებისთვის. იგი ორგანულად ერწყმის ქალაქის ლანდშაფტს. ბათუმის ნავთობტერმინალი აქტიურ სოციალურ პოლიტიკას ეძება. საწარმო თავის თანამშრომლებს უზრუნველყოფს სოციალური პაკეტით. აფინანსებს მათ სამედიცინო დაზღვევას. გამაჯანსაღებელ საგზურებს. საბავშვო ბაღს თანამშრომელთა შვილებისთვის და უწევს სხვადასხვა ტიპის სოციალურ დახმარებებს. ტერმინალის სპორტულ კომპლექსში სხვადასხვა სპორტულ სექციებში უფასოდ ვარჯიშობს 200-მდე ბავშვი. ბათუმის ნავთობტერმინალი ახორციელებს სპონსორულ და საქველმოქმედო პროექტებს. ის ეხმარება პენსიონერებს, სამამულო ომის ვეტერანებს, სოციალურად დაუცველ ფენას და სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ორგანიზაციებს. სოციალურად დაუცველი 100 ადამიანი ყოველდღიურად უზრუნველყოფილია ცხელის ადილით. ყოველწლიურად კომპანია ახორციელებს ღონისძიებებს ობოლი და მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისათვის. ბათუმის ნავთობტერმინალი სპონსორობას უწევს ყოველწლიურ ტურნირს ჩოგბურთში ბათუმი ლედის ოლქი. ბათუმის ნავთობტერმინალი რეგიონის ყველაზე მსხვილი საწარმოა. აქ 1000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. სოციალური პასუხისმგებლობით იგი ლიდერის პოზიციაზეა თავისი მნიშვნელოვანი და დროული გადარიცხვებით ქვეყნის ბიუჯეტში. 130 წელია იგი ქალაქის სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ბათუმის ისტორია, ნავთობტერმინალის ისტორია. ისინი ერთად დაიბადნენ და ერთად განვლეს პროგრესის 130 წელი.